დღეს ჩვენ ვიძულავთ 21 თავს. უბრალოდ ვუწევთ. მე უნდა შეგახსენოთ უბრალოდ წინა თავში რა მოხდა, აღთქმა რომ სარასგან შვილი ეყოლება აბრაამს, ამის შემდგომ აბრაამი გაემგზავრა სხვაგან გადასახლდა ცოტა ხნით და იქ გამოგელებმა რომ ეს სარა მოკლედ დაამხელდა და წაიყვანა ეს ისტორიები გახსოვთ. ისიც გახსოვთ რატომ 90 წლის სარას რატომ დაძდევენ კაცები. იმიტომ რომ მასში დაიწყო გაახალგაზრდების პროცესი, იმიტომ რომ მამაშვილი დიახ, პროცესი. ეხლა ვაგრძელებთ 21 თავს. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა და ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა, ანუ აღთქმის შესრულებაზე ლაპარაკი, დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს. ანუ ზუსტად ისე მოხდა, როგორც ეს აღუთქვა ღმერთმა. უწოდა აბრაამმა სახელად ისააკი, თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარა. აქ არის ძალიან საინტერესო ამბავში ის, რომ აბრაამმა უწოდა მას სახელი და სინამდვილეში ძველ აღთქმაში ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ, რომ მამები უწოდებდნენ ყოველთვის დედა არქმევს სახელს. და ეს სახელები ძირითადად საწინასწარმეტყველო სახელებია. როდის არქმევდა მამა სახელს შვილს? როდესაც ეჭვი ჩნდებოდა, რომ ნამდვილად ამ მამისგან იყო თუ არა ეს შვილი. ან როდესაც შვილად არქმევის პროცესი ხდებოდა, მაშინ მამას გამოყავდა თავისი შვილი და არქმევდა მას სახელს. აბრაამმა სწორედ ამიტომ გააკეთა საზოგადოებისთვის ამის დასანახად, რომ მან დაარქვა თავის შვილს ისააკი, რომ ყველას ცოდნოდა, რომ ეს იყო ნამდვილად აბრაამის შვილი, იმიტომ რომ მითქმა მოთქმა ყოველთვის ხო იცით ადამიანური რაღაცა ფაქტური. ხო, ლაპარაკი დღევანდელ დღესაც უამრავს გაიგონებთ რაღაცა ის ისე არ არის, ეს ისე არ არის. შენ თვითონ კი არ იცის, ვიღაცამ თქვა, რომ შეეკითხო მე საიდან, აი იმან ესე თქვა, იმან რა თქვა, რა იცი შენ, როგორ მოხდა და რა მოხდა. ამიტომაც ძველ აღთქმაში იყო რაღაცა ტრადიციები, რომელ ტრადიციებსაც ძალიან მკაცრად იცავდნენ, რომ დედები არქმევდნენ შვილს სახელს და ამ შემთხვევაში აბრაამმა მხოლოდ ერთი მიზნით დაარქვა, რომ ის არის ნამდვილად მისი შვილი. მე გაგახსენებთ ახალ აღთქმაში მსგავს სიტუაციას, რომ იოსებმა იესო დაარქვა თვითონ და არა მარიამმა. და რატომ? იმიტომ რომ იქაც იყო მსგავსი სიტუაცია. იმიტომ რომ იოსები იყო მოხუცი და მარიამ ძალიან ახალგაზრდა. ამიტომაც იოსებმა რადგანაც მას გამოცხადება ჰქონდა ანგელოზისგან, რომ ნუ გეშინია მარიამის სახლში დატოვება, რადგანაც ის სული წმინდისაგან არის მოწლადღებული და არავითარი მამაკაცური სიახლოვე მან არ იცის, აქედან გამომდინარე იოსები როგორც უკვე მზრუნველი მამა იცის, რომ მას მიაბარეს ეს საკითხი და მან უნდა იზრუნოს ამ ოჯახზე, სანამ ესე იგი არ მოხდება ის რაც მოხდება შემდგომში, როდესაც უკვე ქრისტეს დასრული გახდება. ამიტომაც იოსებს გამოყავს საზოგადოებაში და ამბობს, რომ ეს არის იესო და დაარქმევს სახელს. ჩვენ თუ მოგვეცა ამის საშუალება, როგორც გითხარით ახალ აღთქმაზე, რომ გადავალ დაბადების წიგნის შემდგომ, ამას იქ დეტალურად განვიხილოთ. ამიტომაც ნახეთ, უწოდა აბრაამმა სახელი ხაზგასმულიეს, რომ აბრაამმა უწოდა სახელი, იმიტომ რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებული იყო, რომ ის ნამდვილად აბრაამის შვილია, რომელიც უშვა მას სარა. წინა დაცვით აბრაამმა ისააკი თავისი ძე 8 დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს. ანუ ეს აღთქმა ჩვენ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, როდესაც ღმერთი აბრაამს ეცხადება და ეუბნება, რომ ნიშანი უნდა ჰქონდეს ყოველ მამაკაცს მის აი ამ თემში, რელიგიურ თემში, რომ უნდა იყვნენ წინადაცვეთილები და მერვე დღეს ხდებოდა მათთვის წინადაცვეთა და იმართებოდა ძალიან დიდი სუფრა, ანუ ქეიფი. აბრაამიც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ძალიან დიდ სუფრას გაშლიდა, მერვე დღეს ხდებოდა სახელდება, სწორედ მერვე დღეს დაარქმევდა სახელს, მოხდებოდა მისი წინადაცვეთა და თვითონ ისააკიც წინადაცვეთილობაში შეძენილი შვილია, ანუ აღთქმის შვილია, შეიძლება ესე ითქვას და ისმაელი, რომელს შესახებად ჩვენ მოგვიწერს დღეს ლაპარაკი, ის არ არის წინადაცვეთილობაში გაჩენილი, ანუ აღთქმის შვილი არ არის და ამაზე კიდე დეტალურად ვიტყვით. 100 წლისა იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისააკი თავისი ძე, შესაბამისად 90-ისა არის სარა. თქვა სარა, სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს ყველა დამცინებს. თქვა, ვინ ეთყოდა აბრაამს, შვილებს ზუძუს მოაწოვებსო სარა და მაინც მშობე მისი სიბერის ძე. იცით რა, აქ მრავლობითი არის შვილებს ზუძუს მოაწოვებსო. სარას რა თქმა უნდა მეტი შვილი არ ჰქონდა ისააკის გარდა, მაგრამ
ამას ორი მნიშვნელობით ხსნიან წმინდა მამები. ერთი მნიშვნელობა არის ის, რომ აბრაამის და სარას შვილებად ითვლებიან ადამიანები, რომლებმაც ჭეშმარიტი სარწმუნოების, ესე იგი, აფსარებლები გახდნენ შემდგომში და ჩვენც მათ შორის, რადგანაც ვითვლებით აღთქმის შვილებად, იმ აღთქმის შვილებად, რომელიც აღთქმად სარწმუნოებითად გადმოდის ადამიანზე და არავითარ შემთხვევაში ხორციელი ნათესაობას აქ არაფერი კავშირი არ აქვს. მაგრამ ამავდროულად არის პირდაპირი მნიშვნელობითაც ეს გაგება. მერვე დღეს, როდესაც დიდი კეიფი გააკეთა ესე იგი აბრაამმა, სარას იმდენი რძე ჰქონდა, რომ სხვა ბავშვებსაც აწოვებდა ძუძუს, იქ მოსულწტუმრის სტუმრის შვილებსაც აწოვებდა ძუძუს. აი ძუძუმთეებს რასაც ვეძახდით ჩვენ, იმიტომ რომ ტრადიცია იყო, რომ 2 წლამდე ბავშვს აუცილებლად ძუძუთი იკვებავდნენ. აქ ძველ აღთქმაში ჩვენ ამას შევხვდებით. 2 წლამდე ის იკვებებოდა აუცილებლად ძუძუთი. როდესაც ძუძუს აშორებდნენ, ეს მეორე სუფრის მიზეზი იყო. 2 წლის როცა გახდებოდა, უნდა მოეშორებინათ ბავშვი, ესე იგი ძუძუსგან და აი ეს დიდი კეიფი იმართებოდა კვლავ. თუ ვინმეს არ ქონდა ამისი საშუალება, პრობლემა, ეხლა დღევანდელ დღეს თუ არის ჩვენთან რომ რაღაცა გეგმიური მშობიარობები რო ხდება ხოლმე და დაორსულებები, ესე არ იყო. მაშინ მრავალშვილიანობა იყო, ძალიან მრავლდებოდნენ, ამიტომ ვიღაცა ყოველთვის იყო მეძუძული დედა და ვიღაცას ჰქონდა საშუალება რომ ამისი და ამიტომ ეძახდნენ ამ ძუძუმთეებს და ეს ტრადიცია სწორედ აქედან მოდის, რომ არ ყოფნი და დედას რძე აუცილებლად მაშინ მისი ახლობელი უჭმევდა მას ამ თავის შვილს და აქედან გამომდინარე ამ ტრადიციას კაცრად იცავდნენ, რომ 2 წლამდე აუცილებლად ძუძუთი იკვებებოდა ბავშვი. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს, ანუ 2 წელზეა ლაპარაკი. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისააკი. ნუ აქ პირდაპირ წერია იმის შესახებ, რაც უკვე გითხარით. აი ახლა გრძელდება ისტორია, ჩვენ კვლავ უნდა დაუბრუნდეთ ისმაილს და მერე კარგახანი რაღაცა ისმაილზე ლაპარაკი აღარ გვექნება, მხოლოდ ისააკზე ვილაპარაკებთ, უბრალოდ ეს სათქმელია და ბიბლია სწორედ ამ დროს გვიყვება ამას. დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს, შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელიც უშვა იგი აბრაამმა. თქვენ უნდა ნახოთ ეხლა, რომ რა სხვაობაა მათ შორის. დაახლოებით 13 წლის არის ისმაილი, როდესაც ისააკი გაჩნდა, შესაბამისად თუ 2 წლისა მოწყვიტეს ძუძუს, 15 წლის გამოდის ისმაილი. 15 წელი მოგეხსენებათ ისეთი ასაკი არის ადამიანში, რაღაცა ჩამოყალიბების პროცესია, როდესაც ვერ იქცევა კარგად, ცოტა მუტრუკული რაღაცები რომ ეწევა ხოლმე უკაცრავად გამოთქვისთვის, მაგრამ ნუ ნამდვილად ასია, რომ ცოტა გამოტრუկდება და რაღაცა თავხედობებს ავლენს ხოლმე და ეს თავხედობები ძირითადად ოჯახის წევრების მიმართ ხდება, რომ მშობლებსაც რაღაცა პრობლემები ექნებათ, რამდენი მოდის ხოლმე და მეუბნებიან მამაო შენ უნდა მიშველო. მე როგორ უნდა გიშველო ახლა, ბავშვი რო გამოტრუკდა, მე არანაირად გიშველო. შენ 24 საათი გყავს და მე მარტო კვირა დღეს ვხედავ და რანაირად უნდა ვიშველო მე. მაგრამ არის რაღაცა ეს პროცესი, ამან არ შეგაშინოთ, ჩავლადი პროცესია და ყველაფერს ეშველება, მაგრამ მე რატომ გითხარით ეს რომ დასცინოდა არა იმ მნიშვნელობით, რომ ესე იგი რაღაც ანეკდოტები ხდებოდა მისზე. უბრალოდ ისმაილს მათ პირდაპირ გამოაცხადა საზოგადოებაში, რომ ტყუილა ევლებით მაგ ბავშვს ავზეო. მაინც ყველაფერი ჩემი, თუ პირველი შვილი მე ვარ. ტყუილა ხართ გადაგახოიცით ყველა გეფერება და ამას ყურადღება ხომ მოაკლდა და რაღაცა ეგოისტურად თქვა, ალალა თქვა, რომ პირველი მაინც მე ვარო, ასე რომ ყველაფერი ჩემიაო, მართლაც ესე იყო. მაშინდელი ტრადიციის მიხედვით უფროს შვილს მეტი წელი ადგებოდა ვიდრე უმცროს შვილს, ძირითადი მემკვიდრე უფროსი შვილი ითვლებოდა და ისმაილმა პირდაპირ ესე გამოაცხადა. თუმცა კი ამავდროულად კიდე სხვა რაღაცას აკეთებდა, მაგრამ იმაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. დაინახა სარამ რომ დასცინდა, ეს წაგიკითხეთ. უთხრა სარამ აბრაამს, გააგდე ეს მაქალი, მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ მაქალის შვილმა ჩემ შვილთან ისააკთან ერთად. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამბავმა თავისი შვილის ისმაილის გამო. რა თქმა უნდა, ისმაილი ძალიან უყვარს აბრაამს, მისი შვილია და ბუნებრივია უყვარს, ახლა ხმაქალისგანაა შეძენილი თუ აღთქმისა თუ არა აღთქმისა, ბუნებრივია შვილია და უყვარს, მაგრამ სარას ის ძალიან დიდ ანგარიშს უწევს, იმიტომ რომ სარა არის ძალიან დიდი ანგარიშგასაწევი ქალი, მინდა გითხრათ. გადმოცემა არსებობს ისეთი, რომ სარას კარავზეო ნათელი იდგა ხოლმე. და სარა არ იყო ჩვეულებრივი რაღაცა მოვლენა იმ პერიოდში, იმიტომ რომ სარას მოქცეული იყო მთელი
თემის მორწმუნე თემის მდედრობითი სქესივით შედიოდა. სარას მოქცეული იყო თავისი ცხოვრების წესით და თავისი ქადაგებით და ამავდროულად ეს სასწაული რომელიც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ რომ მას ისააკი შეეძინა 90 წლისას ეს კიდევ ერთხელ ადასტურებდა რომ ის არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ქალი და მიუხედავად ამისა როგორც გითხარით გენეალოგიაში სარა არ წერია და სამაგერო თამარი წერია. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის ისმაელის გამო. მაგრამ აბრაამი ნახეთ არაფერს თავის გადაწყვეტილებას არ იღებს. უთხრა ღმერთმა აბრაამს. სანამ ღმერთმა არ უთხრა აბრაამი ფიქრობს რა გააკეთოს. ნუ სწრუხა ყმაწვილზე და შენს ყმაქალზე. ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის, რადგან ისააკით დაგეწყება შთამომავლობა. ამიტომ აბრაამმა კურთხევა მიიღო რომ სარას უნდა გაუგონოს. ასე რომ არის ასეთი გამონაკლისი რომ ხმარმა ხანდახან ცოლს უნდა გაუგონოს. ხანდახან არის ასეთი გამონაკლისი. მაგრამ აღთქმას იქვე უგზელებს. ხმაქალის ძესაც, ანუ აგარის ძეზე ისმაილზე ლაპარაკი, ხმაქალის ძესაც ხალხად ვაქცევ, რადგან შენი თესლია იგი. ანუ აბრაამის გამო, იმიტომ რომ აბრაამი წმინდა კაცია, სწორედ ამას ეუბნება რომ შენს გამო მასაც დიდ ხალხად ვაქცევ და ამის შემდგომ რას აკეთებს აბრაამი. ნახოთ ახლა აგდა დილა ადრიანად აბრაამი. აიღო პური, ერთი მათარა წყალი და მისცა აგარს, ზურგზე შეუსვა ბავშვი და გაუშვა. წავიდა ქალი და ხეტიალობდა ბერშებას უდაბნოში. ნახეთ რა საინტერესოა აბრაამი, რომელიც ყველაზე მდიდარი კაცია. როგორ ფიქრობთ ახლა ისმაელისთვის მას ქონება არ ემეფებოდა? რადგანაც ღმერთმა უთხრა ზუსტად იცის აბრაამმა რომ მეტი ამათ არაფერი არ ჭირდება და ღმერთი თვითონ მიხედავს. ერთი პური აიღო, ერთი მათარა წყალი, მოკიდა ეს თავისი ბუდა მასე რა ქვია აგარს და გაუშვა. აგარმა ზურგზე რა შეისვა თოთმეჯი? არა, ზურგზე ის არ შეისვა. ეს შეისვა. კი ესეთი ტექსტიდან თითქოს ასე ჩანს, მაგრამ ხო, არა, ესე ჩანს ტექსტიდან, მაგრამ ბავშვი კი არ შეისვა. მაშინ იყო ესეთი ისა რა ქვია მოგზაურობისას მე ნახე რაღაცა ისე ეხლა რომ იკრავენ ხოლმე ციგნები რაღაცას ისე ნაჭრებს და უყარო ყველაფერი ბავშვი და რა ვიცი აკვნიანი მიანა ყველაფერი რომ ზურგზე აწვიათ ხოლმე მაგრამ ის პატარა ჩვილები დაახლოებით ეგეთი ხურჯინი და ქართველებს ხურჯინი აქვს ამათ რაღაცა ესეთი ქონდა და წინიდან ჯვარედინად იკვრება და უკან მოკლედ ესე ტომარასავით იშლება და ყველაფერს იმაში ილაგებენ თუ რამე ქონდათ ეხლა თავისი რაღაცა ნივთები ალბათ სავარაუდოდ ეს ჩაალაგა შიგნით და შეუსვა მოკლედ ამას ნიშნავს ზურგზე შეუსვა ეს წყალი და მათარა მისცა და გაუშვა. ძალიან საინტერესო ხსნიან ამას გარდამოცემა არსებობს ესეთი რომ კარგახანი მიაცილებდაო აბრაამი აგარს და ისმაილს რაღაც გარკვეულ მომენტამდე მიაცილებდა და აგარს არ უნდოდა რომ აბრაამს მოშორებოდა. ეშინოდა მაინც უდაბნოში მიდიან სად მიდის ეგეც არ იცის წარმოიდგინეთ და ბოლოსო კითხავ აბრაამსო რომ ესო ღვთისმება არისო? აბრაამმა უთხრა კი და იმ წუთში მიდიოდა აგარი და წავიდა და მიხვდა რომ ვეღარაფერს ვეღარ გააწყობდა იმიტომ რომ იქამდე მაინც ცდილობდა რომ იქნება გული მოულბეს არ გამაგდოს სახლში დაურჩე და ასე შემდგომ. როგორც კი გაიგო რომ ეს იყო ღვთისმება აგარი წავიდა თავისისას. გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით საისრეზე, რადგან იფიქრა ბავშვის სიკვდილს ვერ უყურებო, იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა. საისრეზე დაჯდომა რას ნიშნავს, იცით რომ სანამდე ისარს მიაწვდიდა. ამიტომაც წმინდა მამები წერენ, რომ ეს საისრეზე დაჯდომა ამდენად არ არის შემთხვევით. აქ წერია, რომ ბავშვის სიკვდილს ვერ უყურებო და როგორ საისრიდან ხედავ, როგორ კვდება შენი შვილი. ანუ თუ მას მისი დანახვა არ უნდა და სხვა გამონაც კიდევ უფრო შორს უნდა წასულიყო ვიდრე საისრე. მაგრამ სიტყვა საისრე არ არის შემთხვევით გამოყენებული, რადგანაც წერია რომ დაასცინოდა მის შვილს ყმაქალის შვილი ეგვიპტელი აგარის შვილი, სწორედ ამაზეა ლაპარაკი, მამები ამას ამბობენ, რომ დააყენებდაო ესე იგი ისააკს, ისმაილი და ისრებს ესროდა, თავზე ვაშს დაადებდა რაღაცას რა ვიცი და ესროდა ისრებს, რომ მოარტყავდათო, ეს იყო ბავშვი 2 წლის და სარას წარმოიდგინეთ ეს ერთი ნანატრი შვილი ყავს ახლა და დაადგა და ის ისრეს ამ თვალი წამოთხაროს ან რაღაცა ის არ იქნებოდა საბრძოლო ისრები ხარ შეიძლება ბავშვური იყო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ახლა
სარა გაგიჟდა ესო დაინახა. ამიტომაც ეს ამის მხრიდან დაცინვა იყო, იმიტომ რომ ისააკი პრინცად ითვლება, აბრაამი ჩათვალეთ ახლა რომ გარემოში მეფეა და მისი შვილი პრინცია ბუნებრივია და ახლა ვიღაცა დააყენა და ისრებს ეს ექსპერიმენტებს ატარებს, რომ და თავიდან ჩამოუგდებს ვარს თუ ვერ ჩამოუგდებს და ამიტომაც ეს სიტყვა საისრე არ არის შემთხვევით მოხსენებიანი. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა. იცით რა არის საინტერესო ამაში, რომ ადამიანი ხანდახან გადაიწურავს რაღაცის იმედს. აგარ არ იხარ სრულად იმედ გადაწურული, წაიყვანა ბავშვი შორს დასვა, თვითონ აქეთ წამოვიდა, აქეთ დაჯდა და უყურებს ახლა ამ მანძილს, ახსენდება სავარაუდოდ რატომ არის გამოგდებული, როგორ არის გამოგდებული, მაგრამ ყოველგვარი იმედი აქვს გადაწურული. ფიქრობს, რომ ახლა ისმაელი იქნა მოგდეს უწყლობით, იმიტომ რომ უდაბნოში მოგეხსენება, უწყლოდ კი არა, წყალთან რო ცხოვრობდნენ, მაშინაც კი ძნელია ცხოვრება უდაბნოს პირობებში და ახლა წყალი არ აქვს, არაფერი არ, საჭმელიც აღარ აქვს, მეგრევი არაფერი და რა უნდა გააკეთოს არ იცის. და სწორედ ამ დროს, როდესაც ყველანაირი იმედია გადაწურული, ნახეთ მოესმა ღმერთს ხმაწვილის ხმა. დაუძახა აგარს, ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა, რა იყო აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ხმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი, აიყვანე ხმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. ნუ ახლა მათ სიმითგან ეთყობა, უწყლობისგან, ცუდად იყო ბავშვი და აიყვანე ხელში ეუბნება. აუხილა მას თვალე ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა. წავიდა წყლით აავსო მათარა და ხმაწვილს დაალევია. აღმოჩნდა რომ ეს ჭა იმ წუთში არ გათხრილა. აღმოჩნდა რომ ეს ჭა არსებობდა. უბრალოდ აგარი ვერ ხედავდა ამის. ამიტომაც ყოველთვის მამები, როდესაც ამ ადგილს განიხილავენ, ყოველთვის მიგვანიშნებენ ამაზე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. შენ რო გონია რომ რაღაცა გამოუვალი მდგომარეობაა, ვაიმე დავიღუპები და ვეღარ გადავჭები. არსებობს გამოსავალი. ნამდვილად არსებობს, უბრალოდ რომ შენ ვერ ხედავ, ამ წუთში ამას ვერ ხედავდა. თუ კი ითხოვ ღვთისგან, ხმა რომელიც მოესმა ღმერთს, ანუ ღმერთისგან ითხოვა, როგორც კი ლოცვა დაიწყო და როგორც კი ღმერთს მიმართა, მაშინვე მოესმა ღმერთს ეს ხმა. მოესმა იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რატო თავიდანვე არ შეუსრულა და თავიდანვე დაემ. იმიტომ არ შეიძლება ჩემო კარგებო, რომ ყველაფერი რომ ჩვენ ეგრევე პირველი მოთხოვნისთანავე ვისრულდებოდეს, ჩვენ ამას არ დავაფასებთ არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ვინმეს რა ვიცი, მოგსლიათ, მე არ მოვსლია ნამდვილად, მე მიფიქრე ახლა ხშირად ამაზე. მზე რო ამოდის, მადლობა გადაიხადო. ამოდის მზე ყოველდღე და ვის ამოყავს ერთ ეზზე ხო არ იცით? უთვის ბრძანებაა, ეს რომ სამყარო ასეა მოწყობილი, მზე უნდა ამოვიდეს, წყალი უნდა მოდიოდეს, რაღაცა შენ ჰაერი უნდა გქონდეს, უნდა ისუნთქო და უნდა იცოცხლო და ეს გონია რომ ასე უნდა იყოს. იმას კი არ ფიქრობ რომ ღმერთმა გააკეთა ეს ყველაფერი შენთვის. ეს გონია, ეს კაცო მზე რო ამოვიდა, აბა არ უნდა მოსულიყო? ისე იგი საკვედურ სიტყვი რომ რას ქვია, შეკითხვაც კი შეურაცხყოფელია, აბა რა უნდა ექნა? ამიტომაც რასაც ითხოვ, ის რომ იმ მომენტალურად არ გისრულდება, სწორედ ამის მანიშნებელია, რომ მომენტალურად რომ გისრულდებოდეს, შეიძლება დაგღუპოს ამი. იმიტომ რომ აი ესე დაუფასებელი დარჩეს, როგორც სისამოსლო არის ჩვენი მხრიდან დაუფასებელი. და როგორც ვთქვათ, 4 სეზონი წელიწადში და როგორც ის რომ გეღვიძება საერთოდ დილით თვალებს სახელდა, სუნთქავ და ადამიანი რომ ხარ. ასე რომ ეს განსაცდელი აგარისა ძალიან ხშირად უნდა გაგახსენდეთ, როდესაც ფიქრობთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. კედელს არ უნდა შეასყიდე არასდროს დავით. კარები უნდა მოძებნო ამ კედელზე და აუცილებლად იპოვე ამ გარსაც. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა, ეს წავიდა. მეოცე თავში არის ძალიან საინტერესო რამ. ღმერთი იყო ხმაწვილთან. გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრა და მშვიდოსანი შეიქმნა. რას ნიშნავს ღმერთი იყო ხმაწვილთან? ეს ნიშნავს სწორედ იმ განაპირებს, რაც აბრაამს აღუთქვა, რომ მამობას ღმერთი უწევდა სწორედ აი ამ ხმაწვილს. ეს ხმაწვილი მიუხედავად იმისა, რომ წასულია, აბრაამთან ერთად არ ცხოვრობს, მამასთან ერთად აღარ ცხოვრობს, ღმერთი უწევს მას მამობას და ამიტომ წერია ამის შესახებ, რომ ღმერთი იყო ხმაწვილთან. საინტერესო ამაში გახლავთ კიდევ ის, რომ მე წინა შეხვედრაზეც გითხარით, თუ გახსოვთ, რომ არის რამდენიმე შემთხვევა, რომელს შესახებაც ლაპარაკია, რომ აი ღმერთამდე ადის ეს ღაღადის. და ერთი შემთხვევა არის ის, რომ თქვა ყლელობა და გაგახსენით მაგალითი, როდესაც აბელი მოკლა კაინმა, იქ წერია, რომ მისი სისხლი შეღაღადებს ზეცას.
არის თქვა ძიმე ცოტა სოდომზე და გომორზე როცა ვლაპარაკობდით რომ აი ამ სოდვის ღაღადის ის მონდახტის წინაშე. ასევე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი რომ ვინც შეავიწროვებს ობოლსა და ქრივს ეს ღაღადი მაშინვე ისმის ღვთის წინაშე. და ეს გახლავთ ეხლა დაუბრუნებული ადამიანი რომელსაც მამა არ აყავს იმიტომ რომ მასთან ერთად ცხოვრების საშუალება არ აქვს და ამიტომაც ღმერთი უწევს მას მამას. ამიტომაც ძალიან უნდა ეშინოდეს ადამიანს თუ კი რაიმე ურთიერთობა აქვს ან ობოლთან და ან ქრივთან რაიმე არ შეეშალოს. თუ ახლა ლაპარაკი არ არის რომ მითვისებით ობოლი და ქრივი კი არა მდიდრისაც არ უნდა მიითვისო არაფერი მაგრამ ოდნავ რაღაცა შენი მხრიდან დაჩაგვრა იქნება იცოდეთ რომ ამაზე აუცილებლად მოეთხოვება ყველა ადამიანს პასუხი. ობოლსა და ქრივს ვინ შეეხება იცოდეთ რომ ღმერთი მას განსაკუთრებულად ფარველობს. დასახლდა ფარანის უდაბნოში. ფარანის უდაბნო გახლავთ საუდის არაბეთი. სხვათა შორის ის ჭაც რომელიც ჭაზეც ლაპარაკია რომ დაანახა ის ჭაც არსებული ჭარი დღევანდელ დღემდე მას ქვია სიმსიმი სამსამი რა ხან როგორ ისმის რუსულად ზიმზიმ ასე გამოთქვამენ ხოლმე. ეს არის მექასთან ახლოს, როდესაც ისინი თავიანთ წესს ასრულებენ მუსულმანები და მექაში მიდიან, მათ ხო ასეთი აღქმა აქვს, აუცილებლად მექაშიდან ჩავიდნენ წელიწადში ერთხელ, აუცილებლად ამ წყლიდან სვავენ, ამ ჭიდან სვავენ წყალს, იმიტომ რომ ეს ითვლება რომ მათთვის ძალიან წმინდა ადგილია და წმინდა წყალია და იციან რომ სწორედ აქედან არიან წარმოშობილები თვითონ ეს არაბი საზოგადოება ისმაილის შთამომავლობა. აი აქ თავდება მინდა გითხრათ არა უბრალოდ გაიზარდა უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსა ღმერთი იყო ყმაწვილთან როგორც გითხარით გაიზარდა უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსანი შეიქმნა ეს ადამიანი აქ მშვილდოსანიც არ არის შემთხვევით ბავშვობიდან ვარჯიშობდა ისააკზე როგორც უკვე მოგახსენეთ დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან ეხლა ეგვიპტელთა ქვეყნიდან რატომ ეს ალბათ უნდა გაგახსენეთ რომ თვითონ აგარი ეგვიპტელი პრინცესაა და რა თქმა უნდა ეგვიპტელი უნდა რძლად როგორც ჩვენთან რო იციან რომ ეხლა ჩემმა შვილმა ეს თუ არ მოიყვანაო ახლა ესე გამოვავალ რაღაცა თვითონ არჩევნის საშუალებას არ უტოვებენ თუმცა კი ეს ეგვიპტელი ცოლი როგორც ჩანს არ გამოადგენდა ისმაილს აქ ტექსტში ეს არსად არ ჩანს მაგრამ არსებობს საინტერესო ებრაული გარდამოცემა რომ აბრაამი ჩადიოდა ხოლმე მოსანახულებლად თავის შვილის აგარის იქ დიდი ქალაქი ააშენეს და აბრაამი ეხმარებოდა ამ ქალაქის ასაშენებლად და ერთხელ როდესაც მივიდა არ დახვდა მას სახლში ისმაილი და დახვდა სახლში მისი ცოლი ეგვიპტიდან ახალ მოყვანილი ეს რძალი აგარის მიერ გამოყვანილი და შევიდა და აბრაამს თორმე რაღაცა არც სუფრა გაუშალა არც წყალი მიართვა რა ტრადიცია იყო ფეხი უნდა დაებანა და მთელი ამბები იყო და აბრაამს უკითხა რომ ისმაილის სადაც ნავე სადაც სანადიროდ შეიძლება არ მოვიდეს 3 დღე და 4 დღე და აბრაამს დაუბრუნებია რომ გადაეციო ისმაილს რომ პარო ზღურბლი არ არის ქართულად? ზღურბლი გაქვს გასარემონტებელია. მიტრიალდი და წავიდა. როცა დაბრუნდა ისმაილი ეუბნება რომ ვიღაცა კაცი იყო მოსული ასე წვერებიანიო მოხუციო და ასე დაგიბარაო ზღურბლი გაქვს გასარემონტებელიო. ნამდვილად მას ეკითხა ოკი მაშინ ჩააწყო ბარგი და წარსახშიო. იმიტომ რომ ითვლებოდა რომ ზღურბლი გადმოიარა მაშინ გახდა შენი ცოლი. ანუ ცოლს ესე ეწოდებოდა მაშინ რომ ზღურბლი აქვს გადმოვლილი. ანუ ეს პარო გადმოლახა მოკლედ და ამის შემდგომ წერია რომ მან სხვა ცოლი შეირთო და კვლავ რომ ესტუმრა აბრაამი და როცა ნახა რომ როგორ დახვდა ეს ახალი რძალი დაბანაფეხები მოაწეს სიგასოფრა გაუშალა რაღაცა ამ ცოლს დაუბარა რომ უთხარი რომ შესანიშნავი ზღურბლია არაფერი საჭირო არ არის გარემონტებულია გაკეთებულია ასე გადაეცა შეცვლილო და წამოვიდა იქიდან და რომ დაბრუნდა ისმაილი და მოუყვა ამ ცოლმა რომ ასე დამიბარა რაღაცა მოხუცმა კაცმა რომ კარგი ზღურბლი გაკო ის ხალი დაიტოვა და იქთან ცხოვრობდა აქ არ ჩანს ეს გარდამოცემებია და უბრალოდ საინტერესოა ხოლმე ეს გარდამოცემები და მე მაინც ჩავორთავ ხოლმე ძალიან ხوار დაგღალეთ ამის შემდგომ იყო ნახეთ ჩვენ უკვე ისმაილთან კიდე რამდენჯერმე გავიხსენებთ კი აუცილებლად გავიხსენებთ ისმაილს იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა დაბადების წიგნის საკითხვა ჩვენ ვნახავთ რომ მე ესავი რომ ცოლს მოიყვანს უკვე ისააკის შვილიშვილი ვნახავთ რომ ისმაილის
შთამომავლობისგან შეირთავს და ესენი გამთლიანდებიან, გაერთიანდებიან და იშელებ ეს თუ არ დაგიხაზეთ მართალი გითხრათ ცოტა ძნელი ასაქმელი იქნება. მე გაგიკეთეთ მე რამდენი შვილი ყავდა იაკობს უკვე და ამ 12-ისგან რო არის მთელი ებრაელობა და ვინ მისთან კავშირში რა როგორი. იმ ხანებში იყო რომ უთხრეს ა ブラ ამს აბიმელექმა და ფიქოლმა მისმა მხედართავარმა ღმერთია შენთან ყველა საქმეში რასაც აკეთებ. აბიმელექი გახლავთ ის მეფე, მე უნდა გაგახსენოთ რაც წინა თავში წავიკითხეთ რომ სარა რომ მოეწონა და თავისთან რომ წაიყვანა და ღმერთი რომ გამოეცხადა რომ მაქალს შეიხებიდან მოკვდები და მაშინვე რომ უკან დააბრუნა. ამიტომაც აბიმელექი და მისი ესე იგი მხედართავარი ფიქოლი აქ სახელიც არის დაწერილი პირდაპირ ეუბნებიან ხედავთ რომ ღმერთია შენთან რათა რასაც აკეთებ და ახლა შემომფიცებთ ის სახელით რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას როგორც მეგექცეოდი კეთილად ისე შენც მოგვექცი კეთილად და მე ამ ქვეყანას სადაც ისე შენც მოგვექცი კეთილად მე და ამ ქვეყანას სადაც მდგმურადა ხარ. რატომ მოდიან ახლა ა ブラ ამთან ეს ადამიანები? ერთი მართლა ხედავენ რომ ეს კაცი წმინდა კაცია და სულ ყველაფერში ხელი ემართება. ხედავენ რომ მის საქონელს ვთქვათ, როცა მშობიარობს, ტყუპები ეძინებათ. ხედავს რომ რასაც დათესავს იქ მოსავალი რომ უნდა მიიღოს ერთი იმდენი ორი იმდენს ღებულობს. ხედავს რომ ვთქვათ იქ მისი ხალხი ძალიან ძლიერი ხალხია. ხედავს რომ ესენი მლოცველები არიან, ა ブラ ამი რაღაცა სიტუაციით დაუცილებლად სრულდება, წინასწარმეტყველია. ისიც ნახა რომ დახშული ქონდა საშო მთელი რამდენიმე წლის განმავლობაში აბიმელექის მთელ სამეფოს და ერთი ა ブラ ამმა ილოცა და გაეხსნა. მშობიარობა იყო საერთოდ შეწყვეტილი, მშობიარობა კი არა საერთოდ ჩასახვა იყო შეწყვეტილი იმის გამო, სარას სასჯელის გამო. ამიტომაც მივხვდნენ რომ ახლა ასეთ კაცთან აუცილებელია ხელშეკრულების დადება. რომ ამან თუ ახლა მეგობრობს გასაგებია კარგია, მაგრამ პრობა რო დაიწყოს ხო დავიღუპეთ. ამიტომაც ჯობია მასთან დაიდოს ხელშეკრულება და ეუბნება რომ არ მიმტყუნებ, ანუ ჩემს მტრად არ გადაიქცევი, არ ჩემს მონაგარს და ამ მოდგმას. მონაგარში და მოდგმაში იგულისხმება ანუ შვილი და შვილიშვილი შეიძლება ესე ითქვას. ა ブラ ამი დაიფიცებს, მაგრამ ნახოთ ძალიან საინტერესოა ეს დაფიცება. უთხრა ა ブラ ამმა გეფიცებე და საყვედურობდა ა ブラ ამი აბიმელექს წყლის ჭის გამო, რომელიც მიტაცებული ჰქონდა აბიმელექის მორჩით. ნახო გითხარით რომ ა ブラ ამი სადაც ჩადიოდა ყველგან თხრიდა ჭას. და აქ როცა ჩავიდა აბიმელექთან, იქაც თავისი ჭა ამოთხარა მან. და ეხლა იმ აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს ეს ჭა და ამის გამო ა ブラ ამმა საყვედური უთხრა და აბიმელექი შეეშინდა. ეს კაცი მტრად არ მომეკიდოსო და ამიტომ აპირებს მასთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომ მომდაც არ მიმტროო და აი ეს ჭაც შენი იყო და ეს თავის მსახურებს საერთოდ გაყარა იქედა. მაგრამ არ ვიცი ის გითხარით თუ არა ჭას რატო თხრიდა ა ブラ ამი. მე მგონი არ ვიცი. ნახეთ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჭის გათხრას. რატო აკეთებდა ა ブラ ამი ამას? ხო შეიძლება როგორ თქვა ქირაობდა იქ საძოვრებს ასევე ეკირავებინა ვიღაცის ჭა და გადაეხვდიდა, იმიტომ რომ ჭის გათხრა მაშინ დღევანდელ დღეს არის ძალიან ძნელი საქმე და ძვირიანი საქმე და ნუ ახლა მაშინ წარმოიდგინეთ იმ პირობებში ახლა ის რო არ არსებობდა ელექტროობა და ასე შემდგომ ჭის გათხრა როგორ იქნებოდა და მიუხედავად სადაც ჩადის ყველგან თვლის ჭას. მას აქვს ესეთი მნიშვნელობა. ჭა იყო სიცოცხლისთვის აუცილებელი საშუალება. ამიტომ ჭაზე აკეთებდნენ ესეთ რაღაცას, სადაც იპოვიდნენ ძარღვს წყლისას და აქ გააკეთებდნენ რაღაცას გათხრიდნენ, საიდანაც წყალი დამოსულიყო. მასზე ძალიან დიდ ლოდს გამოთლიდნენ სპეციალურად თხელი ზომისას და დააფარებდნენ ზემოდან. ეს ლოდი რომ მოგეხადათ აი ამ ჭისგან, დაახლოებით 5 ან 6 კაცი სჭირდებოდა. ამიტომაც თელ საზოგადოებას ჰქონდა დათქმული ერთი და იგივე დრო. მაგალითად იტყოდნენ რომ 5 საათზე ვიკრიბებით იმისთვის რომ უნდა გაიხსნას ჭა. შენ რომ ცალკე წასულიყავი წყლის ამოსაღებად, ვერ გადასცემდი ამ ლოდს, ფიზიკურად ვერ გადასცემდი. ამიტომაც მთელი სოფელი იკრიბებოდა ერთ და იგივე დროს, მაგალითად დასახელებულ დროს. სიტყვაზე ვიზახი, 5 საათზე ვიკრიბებით საღამოს, რომ ყველამ უნდა ამოვიღო ჭიდან წყალი. ა ブラ ამს ჰქონდა სწორედ ეს მიზანი, საზოგადოების შეკრება ერთ ადგილას. ა ブラ ამი ქადაგებდა ერთ-ერთის შესახებ. ეს იყო მისი მისიონერული საშუალება. როგორც დღევანდელ დღეს ბლისთვის არის ამბიონი, მაშინ ა ブラ ამისთვის იყო ასეთი ჭა. ამიტომაც ის სადაც არ მიდიოდა, თხრიდა ჭას, როგორც დღევანდელ დღეს. მღვდელი თუ მისიონერია, სადაც ჩადის, ამბიონს პირობითად ალბათ, თავის ამბიონს მოიწყობს და იქ გადაგებს. ხო მართალია? ამიტომაც ა ブラ ამისთვის ესეთი საშუალებაა და ა ブラ ამი ესე ახორციელებს აი ამ თავის
მისიონერულ საშუალებას, რომ საზოგადოებას ერთი ღმერთის შესახებ ელაპარაკება და აი ამ რელიგიურ თემში ერთიანდებიან მასთან. ამიტომაც ამ ჭაზე დავა დაუწყეს, ნახეს ახლა წარმოიდგინეთ აბიმელექის ხალხი არის წარმართი ხალხი, მრავალღმერთიანი ხალხია, სულ არ აინტერესებდა ვისი გათხრილია, ნახეს რომ გამზადებულია რა, რატომაც არა. უკაცრავად და გაყარეს აბრაამის მსახურები და თვითონ დაითრიეს მოკლედ ეს ჭა. და აბრაამმა უსაყვედურა ამაზე აბიმელექს, რომ რატომ უცხოიც რომ ჩემი გაკეთებულია ეს ჭა და აქედან გამომდინარე მოხდა რომ აბიმელექი შეშინებული ბორბის და აბრაამთან აფორმებს ხელშეკრულებას. უთხრა აბიმელექმა, არ ვიცი ვიქნა ეს საქმეო. ნუ ახლა ჯერათ თქვენს. შენ არაფერი გითქვა ჩემთვის, მეც არაფერი მსმენია დღემდე. ნუ ახლა აბიმელექი რა თქმა უნდა თავის სახურებს, ვითომ არ ვიცი ეს ამბავი, ნუ რაც მოხდა დავიწყოთ ამ საკითხს მემოვაგვარებ და ნახეთ აბრაამი რა საკეთებს. აიღო და მისცა აბრაამმა სხვა ძროხა აბიმელექს და შეკრეს კავშირი. ცალკე გამოასხა აბრაამმა ფარიდან 7 ბატკანი. აბიმელექი არის მეფე. 7 ბატკანი რას უსავს მას გამამდრებს თუ რეცი, მაგრამ აბრაამმა ზუსტად იცის რომ აი ესე წარმართ საზოგადოებასთან, როდესაც დებ ხელშეკრულებას, შენ არ უნდა იყო მისგან არავითარ შემთხვევაში არაფერში დავალებული. პირიქით, ხელშეკრულების დადება ხო იმან მოინდომა, მაგრამ აბრაამი იხდის ამ ხელშეკრულების საფასურს, რომ დავალებული არაფერში არ იყოს იმისგან. გახსოვთ ომი რომ მოიგო და იქ მთელი ნადავლი მეფე ეუბნება, რომ ყველაფერი შენია, წაიღებ, რაც გინდა, მხოლოდ ჩემი მსახურები დამებრუნეო და აბრაამი ეუბნება, რომ ძაფსაც არ ავიღებ აქედან, რომ არ თქვა მერე რომ შენ გაამდიდრე აბრაამი. პრინციპული კაცია ძალიან აბრაამი. იქედან ძაფსაც კი არ აიღებს. აქ კიდე გამოხავს 7 ბატკანი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არაფერს არ ნიშნავს ეს აბიმელექისთვის, არც აბრაამისთვის, იმიტომ რომ დიდი ქონება აქვს, მაგრამ ამ ხელშეკრულების საფასურს იხდის, რომ დავალებული არ იყოს ამ კაცისგან, იმიტომ რომ ამ კაცის ვალი არაფერში არ მართებს მას. უთხრა აბიმელექმა აბრაამს, რა არის ეს 7 ბატკანი ცალკე რომ გამოასხა და უთხრა აბრაამმა, მიიღე ჩემგან ეს 7 ბატკანი იმის დასტურად, რომ ჩემი ამოთხრილია ეს ჭა, ეს უნდა დაფიქსირდეს. ამიტომ უწოდა ამ ადგილს ბერშება, რადგან აქ შეფიცეს ერთმანეთს, ამ ფიცის ჭა არის ეს. შეკრეს კავშირი ბერშებაში, ადგნენ აბიმელექი და ფიქოლი მისი მხედართმთავარი და დაბრუნდნენ ფილისტიმელთა ქვეყანაში. დაარგო იალყუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის საუკუნო ღმერთის სახელი და მდგმურობდა აბრაამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი ხანი. ყოველთვის ასე წერია აბრაამის შესახებ ვინა გითხრათ, რომ იგი მდგმურობდა. არსად აბრაამის შესახებ თქვენ ნახავთ, რომ აბრაამი სადღაცაში ჩავიდა და ცხოვრობდა, ყოველთვის მდგმურობდა. ერთადერთი ნამდვილმა კაცმა ყოველ იმაზე შეხვედრაზე ვიმეორებებული უკვე, რაც შეიძინა ეს იყო სასაფლაო, სადაც დამარხა მისი ცოლი სარა და მე შემდგომ თვითონაც შიგნით დაიმარხა. დანარჩენი ყველგან მდგმურობდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ის იყო ამ წუთის სოფლის სტუმარი და მდგმური ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი მდგმურები ვართ, მაგრამ გავეცდება რომ მდგმურები ვარ და ამიტომ ვფიქრობთ რომ აქ უნდა მოვაწყოთ ყველაფერი იქ, რასაც სინამდვილეში იქ უნდა ვაწყოთ. შეკითხვები თუ გაქვთ მოგისმენთ, თუ არა და დღეს დავამთავრებთ აქ.